ეს რაღაც ძალიან სერიოზული ზომა. ამას ესე ვერ ამოვიყო. აი კარჩხანა. კაი სალამი აბა, დილამშვიდობის ყველას. გამოვიდა კაი ამინდები, დაგვადგა ნორმალური გაზაფხული, ბუნება იღვიძებს და დღეს წამოვედი სათევზაოდ, რათა გავხსნა სეზონი ტივტივის. ნახოთ დღეს როგორი დღე გამოვა. ეხლა ვარ ჯანდარის ტბაზე, სამხედრო ბაზასთან, ვიცით ის ადგილი, სადაც საშუში ჭირდება. გავიგე რომ შემოვიდა ისევ კარჩხანა და ნახოთ რა დიდი იმედი მაქვს, აი ძალიან მინდა, აი ხელები მეკავება, ისე მინდა ტივტივაზე ვითევზავა. წამოვიღე 3 ჯოხი, 4 მეტრი, 5 მეტრი და 6 მეტრი, ყველა არის მახის ჯოხი, ანუ კოჭის გარეშე, მოსაქნებ ჯოხს ეძახიან და დავიწყებ ეს ახალი ჯოხი მაქვს 5 მეტრიანი სივეი და პოსეიდონ, აი ესე გამოიყურება. ძალიან მსუბუქია და აი 4 მეტრიანი ჯოხი მაქვს, აი თითქმის იმის წონაა რა. წონას საერთოდ ვერ ვცნობ. ისეთი მსუბუქია. გავშალოთ და დავიწყოთ. აი ერთ სული მაქვს ჩავაგდო უკვე და ვნახო რა სიტუაცია, სანამ მთლიანად ავეწყობი. ნუ სკამი დავდგი უკვე ჩემი მიკადოს საფიდერეს სკამია, ისეთი მსუბუქია, რომ ტივტივაზეც მშვენივრად გამოვიყენებ. გავშალოთ ჩვენი ჯოხი. ესე მარტივად. ამიტომ მიყვარს მოსაქნები რა, უცებ გაიშალა და დაიწყე თევზაობა. დიდი ჩალიჩი არ უნდა. ნახოთ სიღრმე. დაახლოებით ვიცი რა სიღრმე უნდა. სადღაც 1 მეტრაზე ოდნავ მეტი. შეიძლება მომატება. ამინდი იდეალურია, გუშინ იყოს სასწაული ქარი, გუშინ უნდა მოსულიყავი. ისეთი ქარი იყო. ვეღარ გავრისკე. ქარის დროს ტივტივი თევზა, всё, სიღრმე ავიღეთ. ტივტივა გაჩერდა. მოდი აი ჯოხი აი ესე მარტივად ჩვენივრად დავამატოთ. დავაფიქსიროთ. აი ეს თან ჩამკეტი მაქვს, ესე. ჰოპ. და არსად არ წავა ეგ ჯოხი. აი ესე იდევა, არც ქარი შეუშლის, არც არაფერი. მოგლეთ ავიწყე, ყველაფერი გვერდზე მიდევს, რაც ჭირდება. აი ახლა ვიწყებ თევზაობას. ნახოთ პირველი ნახევარი საათი რაც გვიჩვენებს, შემოვა კარჩხანა იქნება აქტიური თუ არა. თუ ნახევარ საათში ვერაფერი დავიჭირე, გავშლი მეორე ჯოხს 6 მეტრიანს, საქმე გვერდზე დავდებ და გავალ ცოტა შორტ დისტანციაზე. ნუ სხვადასხვა დისტანციაზე მინდა ვცადო, ახლოს, ოდნავ შორს. და ვიპოვო, ასე ვთქვათ, რამე პერსპექტიული ადგილი, სადაც შეიძლება ჩერდებოდეს კარჩხანა. დავიჭირე პირველი თევზი, ოღონდ ის არა, რაც გვინდოდა. ქორჭილა ძალიან პატარა. სამარმიშკე ქორჭილა. ნუ პირველი თევზი არის. ტივტივის სეზონი გაიხსნა. ნახავთ, თუ კარგად აქტიურად იმოძრავებს კარჩხანა, ერთი ჯოხით ვითევზავებ. მე ყოველთვის მომხრება ერთი ჯოხით თევზაობის. არის პირველი კარჩხანა. პირველი კარჩხანა. ო მეგობრებო. ოპა. აუ, ბავშვით მიხარია. ბავშვით გამიხარდა. პირველი მეგობრებო. გაჩერდი. ბიჭოს. თან კაი ზომა. არის.
ეს რა? უი. ნაფოტა. ატარა ზომის ნაფოტა დავიჭირე. გატარებაზე, ანუ ტივტივა დადის და ეს იღებს. ძალიან კაი. გავს. ხო თქვი დაარტყავს და მერე გაჩერდა. ეგრე აკეთებს კარჩხანა. ერთხელ დაარტყავს და მერე დგას. დებილივით. აი სხვადასხვა წერტილებში არის აქტივობა რა. ერთი და იგივე წერტილში არ დგას რა. დადის რა დაბოდიალებს. მეთქი გავაჩერებ იმას ვიზავდი, დასაკვებს ჩავყრე. მაგრამ წვრილი თევზი შემოვიდა რა, ვაგდებ. როგორც კი ვაგდებ, ეგრევე ურტყავს რა. ძალიან წვრილი. ვამოყავს მერე ჭია ზედ არ არის. არის. როგორ გიტიმს? ბიჭო, იქ არ შეხვიდე. როგორ? რა კაი ზომა, ბიჭო. ანუ იქ აი აქ ვაგდებდი, არაფერი იყო, აი აქ პირდაპირ. ჩავაგდე იქ თუ არა და აი შვენიერი ზომის კარჩხანელა. არის. აპაც. ეს დავსვი 6 მეტრიანზე, ცოტა მოშორებით. პატარა. მაგრამ ესეც სასიხარულოა. მოკლედ დადის რა. ერთ ადგილზე არ დგას, აი სამივე თევზი დავიჭირეს სხვადასხვა ადგილებში. დადის ეს შობელძაღლი. კარგი ზომა, კარჩხანა. რაღაცა თითქოს ზის. აღოძრავ. არის, რა კაი ზომა. ესეც რა კაი ზომა. ოპა. აბა, როგორ კიდე გამეცა. წავიდეს. წავიდეს. მე მაინც ყველას ვუშვე. ვიჭერთ. გვერდზე ხალხი მიყურებს და გიშთება ეს როგორ ვიჭერს. ზედ. გავიზევს. ვიჭერდა. სწორი აღჭურვილია. იქაც ურტყავს, აქაც ურტყავს, რა ხდება? არის 5 მეტრიანზე დავსვი კარჩხანა. პატარა. აქტივობა წამოვიდა, რა ხდება? აქვე ახლოშივე. იქაც მაგრად დაჭდა რაღაცა, გამოდი. არა, როგორ გაწრა, რა კაი ზომა იყო. რაღაცა ძალიან მაგარი ზომა იყო 6 მეტრიანზე. ვნახეთ ჯოხმა რა ქნა. ზომა ძალიან
აუს გლანდებში არის ჩაყოლი. აი ზომა იდა. მოგეთ არ ვიცი რა. ემთხვევა თუ არა, აი აქვე ახლოშივე სადაც დავყვებე. შემოსულია, კი, წვრილი თევზით შემოსულია და კარჩხანაც შემოვიდა. Veni. Ai, ხახო პრიაკ. ნახე რას უშვება. ნახე ჯოხს რას უშვება. ბიჭო რაღაც კაი ზომა. რა კაი ზომა. ეს ისევ ის ხო არ დამიშდა წერან რომ გამიქცა. მე მგონი ისევ ის დამიქცა. აუ რა კაი ზომები, კარჩხანები. აუ სად დაყავს გადაყლაპული. გინდა. საწყო გინდა. მოიცა ბრატ, აი. შვენიერი. არის. ნახე რას უშვება. აი კარჩხანას ჩატყმებს არაფერი შეედრება რა. კარჩხანა მაინც კარჩხანაა რა. რაც გინდა ის თქვი. აი ესეთ ნემსიკავს ვიყენებ. ოღონდ ახლა არ მკითხოთ რა ფირმა. წლების წინ ლილოში ვიყიდე. მე მგონი სესამე იყო. მაშინ ისეთი პოპულარული ბრენდი არ იყო და აი ესეთია წითელ ფერში. და რგოლი არა აქ, ანუ აი ესეთი კვანძი აქვს, აი ნახეთ. აი წითელ ჭიაზე ვიყენებ მხოლოდ ამ ნემსიკავს. დიდ პაჭკა მქონდა, დიდ 1-20 ცალი და არც მიყიდია სხვა ნემსიკავები. ამ თევზაობ უკვე წლებია. და მაგრად მუშაობს და ამართლებს აი წითელ ჭიაზე. თანფერი ფერზე ჯდება. ხო ხვდებით? Arizona. Media კარგად აფში. რა კაი ზომა დავს. ნახოთ. თავის ბალახიდან ყველაფრიანად. შვენიერი ზომა, აი ძალიან მაგარი ზომა. Always მაგარი თევზაობა გამოდის, მე ყვაყოფილი ვარ. შვენიერი კარჩხანა. მოკლედ იმ წერტილში დგას, სადაც დავყვები რა. აი, გვერდზე გავისვრი, არ არის ჩარტყმები. სადაც დაყვებილი მაქვს იმ წერტილში. კი, წვრილი თევზი მაწვალებს, ეგრევე უტყავს. მაგრამ ეს ყოჩაღიც მოდის რა.
მიჭერ რა. Кай зома точно. Нахера кай зома. Čo mi vārtes? Შვენიერი ზომა. ხوار დავამატოთ კიდე ჩვენი დასაკვები. ეს მაცივარში მქონდა საყინულეში ძველი დასაკვებია. აქ არის გარეული ფიშკას ბრენდის ნიორი და აპარიში, ესე ქვია. აი, ზამთრის დასაკვებია რა. ნეიტრალური გემოთი და საკმაოდ ძაფრი ნივრის არომატით. ესეთ მუჭას გავუკეთე და ესე აი ორ მუჭას გადავუგდებ მეტი არ მინდა. აი ესე. შევინახოთ. ნახოთ კიდე თუ დასჭირდა. ოპ. აი ეს მომენტი. ჯოხი როგორ მუშაობს. ჯოხის წვერი შეხედე. მაგრად აბალანსებს როგორ მოვკიდე. როგორ წამოვათრია ნახე. არა, პირში აქ აღებული უბრალოდ ზედა ფარზე მოეკიდა. შესასაცილო კარჩხანა. შვენიერია. აი დავაყარე ხო და წამოვიდა საუთ. აი ვინ მაწვალებს, აი ეს არის ვინც მაწვალებს მთელი დღე. თეთრულად თუ თაღლითა რას ეძახიან არ ვიცი, მაგრამ დაამაწვა ნერვები. აი წადი აქედან. არაცდის რა, ეხლა დასაკვებზე შემოვიდა ეს თევზი, ეს თეთრულა და არაცდის კარჩხანას რომ მივიდეთ სატყვა არამდე. აი ეგეთი შობელძაღლი. ცა ვიჭო ახლა და საერთოდ არ იბძოდა. არა. მოკლედ 6 მეტრიანზე რამდენი დავიჭირე, ყველა გამექცა. რა დამთხევა არ ვიცი, თან რა კაი ზომა. აი, არა უშავს. არ დავწვიტოთ გული. ეგ არაფერი. თქვენი ყავით კარგად. კიდე დავიჭერთ. აი ამას საერთოდ არ ქონდა ჩარტყმები. დამიჭერებთ. აი ამ ჯიგარ ჩარტყმების საერთოდ არ ქონდა. მაგრამ დაჯდა. აი ნახეთ მე რამდენი თევზი ავყავს ამ 5 მეტრიანი ჯოხით. აი მე მგონი გაქცევა ჯერ არ ქონია. იმ 6 მეტრიანით რო ავყავს, რავი, გაქცევა არის. ეს არის ჯოხის წყობა. რბილი ჯოხი როცა გაქვს, ნაკლები შანსია რომ გაიქცეს თევზი. რომ თევზი ჩარტყმებს აბალანსებს. არა მოდის თუ რა ხდება. რა კარგი ზომა დაჭდა. ეს რა კარგი ზომა დაჭდა თავის ყველაფრით.
შვენიერი ზომა, მორიგი. ახლა როგორ იბრძვის? ესაც კაი ზომა. არ იხტუნავო, ბრატ. არ იხტუნავო. დაწმარდი? მოდი ესე მოვკიდებ. შვენიერი. ჭია მე მგონი გამოვიყენებ ისე. ამაზე ზის. Опять. შვენიერი. გაჩხანა. არ მაცლის რა, არ მაცლის. ახე ჯოხი როგორ მუშაობს. ეს კაი ბომბურიკა. მაგარი ბომბურა. არჩხანა. ეს რაღაცა მაგრად დამერტყა. დუდ საწოხვედი. ეს რაღაც ძალიან სერიოზული ზომა. ამას ესე ვერ ამოვიყვან. მაგარი ზომა. ეგარი. შვენიერი ზომა. აი კარჩხანა. მაგარი ზომის კარჩხანაა, შეხედეთ. არა, კარგად ქონდა აღებული ეს არა. გამექცეოდა. მაგრამ შემდეგში გავითვალისწინებ და ჩოგამბადეს მაინც გამოვიყოლებ, რატომღაც არ წამოვიღე. სულ დამაქ ხოლმე. ეს 6 მეტრიანი ჯოხია, დავშალე აღარ მინდა. აი მეწოდებიან ჩოგამ. გადავიყვან შესანახბადეში. შვენიერი ნადავლია მე მინდა გითხრათ. ხოჯობია. ჰოპ. იქთან დამიშრაგე. დადის. მანდა ხარ შენ? კი. აჰა. პირდაპირ წადი გავასწოროთ კარგად ცოტა ესე რა გავასწოროთ ესე ეს ცოდოები არიან არ მომიკვდნენ არ ვიცი biჭერა
შვენიერი ზომა. რასიტყვით. ამას იმას დავაკვირდი, აი ცოტა ახალ ჭიას რომ გავუკეთებ. აი გიჟივით იღებს რა. მე კიდე ჭია მიმთავრდება. რა გავაკეთო? შენცირდა ზომაში. მაგარი ზომის ნაფოტაა. Აი ზომის ნაფოტაა. შვენიერი. აი თბილისის ზღვაზე რო ვიჭერ ისეთია. ამას დააღრივა თაქ. აი ესეც ასე ვფიქრობ, დავამთავრო დღევანდელი თევზაობა ტივტივით ჭანდარაზე. თევზაობა შედგა. კარგად ვითევზავე, კარგად გავერთე. ფაქტურად ერთი ჯოხით, ორი ჯოხით კი დავიწყე, მაგრამ მეორე ჯოხი გადავდე და ერთი ჯოხით ვთევზაობდი. ერთი ჯოხი, ერთი მონტაჟი, ერთი ნემსიკავი. წითელი ჭია. სამწუხაროდ ახალი წითელი ჭია გამითავდა მალევე. გადავედი ორი კვირის წინანდელი პაჭკა მქონდა ძველი ჭიის, მაგრამ იმაზე ისეთი აქტივობა არ ქონდა. მოკლედ მოვინერე ყველა ჭია რაც ქონდა. იმედია გაითვალისწინებს ამისი შემომტანი და ცოტა ნორმალური რაოდენობით ჩაყრეს. მოდით ვნახოთ ახლა რა შედეგი დავდეთ დღევანდელ დღეს. ეს ჩხრიალი გავიგოთ. კარგი შედეგი. ოპა. კარგი შედეგია, მინდა გითხრათ. მაგრამ აქ ჩავყაროთ და ისე შევხედოთ ერთი. რამდენი დავიჭირე. ისე ჩავყარო რა გადმოიყავს. შვენიერი. აბა შეხედეთ. მეგონა ცუდი არ არის, რას ფიქრობთ? როგორც აღნიშნე ვიდეოს დასაწყისში, დღეს ვთევზაობდი სპორტულად, ამიტომ ყველა თევზი მიდის უკან. წავიდა. თევზი მე დღეს არ მჭირდებოდა. ეს პროცესი აი გაშვების. აბა მიდით. აი ხო. მიდი. ოჩახ. ყველა დაუბრუნდა აბსოლუტურად. რასაც თქვენს მოგიწოდებთ. დაიჭირეთ რაღაც რაოდენობა გაუშვით უკან.
მოკლედ აი ესეთი გამოვიდა თევზაობა. ახლა ავლაგდები, დავალაგებ აქაურობას, ჩემ სათევზაო წერტილს და დაგემშვიდობებით. ესეც ასე ავლაგდი, გავასუფთავე ჩემი ტერიტორია, ნაგავი მივაქ, ნაგავ საყრელზე, თქვენ სარდატოვო დიდი თხოვნა იქნება. მოკლედ კაი დრო გამოვიდა რა, აი ესე პორტატულად მივდივარ ჩემი სკამი ფიდერის, აი ესე მხარზე მაქვს დაკიდებული. მოკლედ კაი დრო გავატარე რა, კაი თევზაობა, ისეთი როგორც მენატრებოდა. არ ვიცი გამოვალა კიდევ ერთხელ თუ არა. კითხვები თუ გექნებათ, საშვი საჭიროა, აქ მოხოთ 9 საათიდან საშვის გაცემა იწყება და რეგისტრირდებით და მოგცემენ საშვის შემოხვალთ. იმ საშვის აქვს ერთი თვევა და ვინც არ იცის. შემოხვალთ და ითევზავებთ და დიდი თხოვნა იქნება, არ დაანაგვიანოთ და უფრო მეტი თხოვნა იქნება ცოტამოდენი თევზი გაუშვით ბუნებაში. მოკლედ ესეთი თევზაობა გამოვიდა და შეხვდებით მომდევნო გასვლაზე. დროებით, აბა.